მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ გძანდებით? კარგად. რა ვიცი, კარგად ვარ, იმიტომ რომ გავიგე დღეს როგორი ამინდი იქნება და საერთოდ სანამ ამინდს გავიგებ, დაბნეული ვარ ხოლმე. არ ვიცი როგორ ჩავიცვა. მოკლედ, მეგობრებო, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ სულ რამოდენიმე დღეში, 14-ში, ვალენტინობა შეყვარებულების დღე არის, ასე ვთქვათ, და დღეს პოეტები მოვიწვიეთ სტუდიაში. გვანც საჯობავა, სანდრო ლორთქიფანიძე და ნუკრი ბერეთელი. დავიწყოთ, ხო? როგორია პოეტობა? ერთი რამდგომარეობა ამიცენთ, რომ მე არ ვიცი ეს რამდგომარეობა. მძიმეა პოეტობა? თქვენ რა სიტყვით? მართლა მძიმეა პოეტობა? დილას გააჩნია. დილას გააჩნია? და ამინს გააჩნია, მართალია. დღეს როგორი დილაა? ანუ მსუბუქად ვართ თუ დამძიმებულად მოვედით? მაინც ვალენტინობისკენ უნდა ვისაუბროთ, სიყვარულზე უნდა ვისაუბროთ. დაოჯახებულები ხართ? არა, ურა პასუხებია ეს. არაპირებთ? არა. რა, ვიზე ხართ გაბრაზებულები? სამყაროზე. აი, პოეტური პასუხი იყო ნამდვილად. მე მაინტერესებს, თუ არის ისეთი ობიექტი, ვინც გიყვართ? არა. არა. რა თქმა უნდა. აი, ბიჭება მოგიგეს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მდგომარეობა ისეთი, რაც ვალენტინობას შეეფერება. შეყვარებულები ხართ? მუდმივად ასე. თან, მაგრამ მე ხა გეკითხებ, სამყაროზე ხართ შეყვარებული, ამას კი არა, თუ არსებობს ის ადამიანი, ვისთანაც გინდათ რომ მე დაუკავშიროთ მთელი ცხოვრება მას. რა თქმა უნდა. ანუ ლექსები ადვილად იწერება ამ პერიოდში. კი, ალბათ. ეხლა გვანცას ვითხავ. თქვენ როგორ იწერება ლექსები ამ მდგომარეობაში არ ხართ, ეხლა თქვენ შეყვარებული არ ხართ, ხო? როგორ იწერება ლექსები? მაინც იწერება. მაინც იწერება, ხო? იმად ჯინაზე მაინც იწერება. გვანცა, რამდენი ლექსი გაქვს უკვე დაწერილი და როდის აღმოაჩინე შენ თავში, რომ აი პოეტი ხარ? უი, მაგას ვერ ვიტყვი, ეხლაც ვერ ვიტყვი, რომ პოეტი ვარ, ცოტაც მეცე. როგორ თავმდაბალი პასუხია? არა, მაშინ ასე დავსვათ მაგას ჩვენ ვიტყვით, რომ გვანცა. კარგი, თქვენ გზავნით. როდიდან დაიწყეთ, რამდენი წლის ხართ პირველი ლექსი როცა დაწერეთ? დაახლოებით 7 წლის. 7 წლის. გახსოვთ ის ლექსი, რაც პირველი იყო? რადო ასათიას ეცნებოდა, ოღონდ ზეპირად არ მახსოვს. თხრობით, საზეპიროები რომ მითხრათ? ხო, აი ცოტა ისეთი ლექსი იყო, აი. არა, 7 წლის მაინტერესებს როგორი ლექსი დაწერეთ? ლადო გქვია და ასეთი. უკვე ეჯიბრებოდი ლადოს პოეზიაში? რაღაც ძალიან მოვიხიბლების შემოქმედებით და თან შთაბეჭდილება მოახდინა. შენ აი პატარა ასაკში ვინ გაზიარა ამ ყველაფერს, აი პოეზიას, იმიტომ რომ 7 წლის საკმაოდ პატარა ადამიანი ხო, მშობლების დამსახურება ეს ყველაფერი. თქვენ როდის აღმოაჩინეთ თქვენში პოეტი? არ მახსოვს სიმართლე. ანუ თქვენ პატარა იყავით, ხო? პატარა ასაკიდან ასე. ეგ მაგ დროს დავარქვათ შედგა მშობლებმა აღმოაჩინეს. მე აღმოაჩინეთ ხო ვერ ვიტყვი. საერთოდ აღმოაჩინეთ თუ არა ის სამიცი კი არა. ესე ლექსად საუბრობდი ხო და მშობლებმა, უი, ეს ბავშვი ლექსებს წერს. რაღაცა რითმა. გარითმულად ლაპარაკობს. თქვენ გახსოვთ თქვენი პირველი ლექსი, რასაც ლექსი შეიძლება ეწოდოს? რა, შეთანხმებულები ხართ რა? თქვენთან იგივე კითხვა მაქვს. გვანცას ემთხვევა ჩემი პასუხი, 7 წლისამ დავწერე პირველი ლექსი. ვის ეპაეკრე, აი, გვანცა ლადოს ეპაეკრე და ხო ეგრევე ლადოზე. არა, მე რაღაც ესეთი დიდაქტიკური ის ქონდა მიდგომა. შემოქმედებითი აწეწილობა იყო ამ ხო, შემთხვევაში. რაღაცა სხვადასხვა შემოქმედების და მწერლების და პოეტების წაკითხვის შედეგად რაღაცა ყველაფერი აირია გონებაში და ყველა ერთად. არა, ეს კარგია რომ აირია, ყველაფერი აქედან იწყება, ხო, ყველაფერი მე გენიალური ასე იბადება, ხო, თანდათან ლაგდება მე ეს ყველაფერი. მე მაინტერესებს ბოლოს ლექსი როდის დაწერე? ბოლოს დავწერე. ეხლა რომ ჩავიხედე, შენ გონე კითხვა მიწერია, ეს არა, ეს მომივიდა. როგორც თქვენ მუზები მოგდით, ეს მომივიდა. ერთი კვირის წინ. რა ლექსია? აი, რაზია? შენ წარმოიდგინე დაემთხვა ხო და ცოტა სასიყვარულო. ცოტა სასიყვარულო, ეს ერთი კვირის წინ იყავი შეყვარებული თუ უბრალოდ ჯინაზე დაწერე? ჯინაზე დაწერე. შეგიძლიათ წავიკითხო ეს ერთი კვირის წინ ახალი გამომცხარი ლექსი? კი, ოღონდ წავიკითხო, იმიტომ რომ ზეპირად. არა, რა თქმა უნდა. წავიკითხო. უი, ეს კალენდარი გაქვს თქვენ პოეტების კალენდარი. ამის პრეზენტაცია სხვათა შორის ჩვენთან შედგა პირველად. მეორე წელს უნდა ყოფილიყო პრეზენტაცია და ეს მეორე წელია უკვე გამოდის და შესანიშნავი გამოცემა არის. ნამდვილად. ხელები ასე ქვია. კი ბატონო. მე და შენ შორის განსხვავება არის მასალა, რომელსაც ვშლით და ვაწყობთ ჩვენს დედამიწას. მე და შენ ვართ ორნი ერთი საერთო ჰაერით, მანამდე სანამ გვიდგას საერთო მაგიდაზე ჩვენი ყავის ფინჯანი. სვამთ იშვიათად, უფრო მაშინ, როცა გულში სათქმელს ვალაგებთ და მახსენდება. ერთხელ დედა მითხრა, არასდროს ჩამეხედა თვალებში, თვალების იქით მისთვის, ვისგანაც უკან გზას ვერასდროს გამოვიგნებდი, გიცანი.
ანუ არასდროს არ უნდა შემყარებოდა თავ დავიწყებით. მინდოდა შენი თვალების იქით ჩახედვა, მაგრამ არ ჩავიხედე. მეს და შენს აქვთ ერთი საერთოც, ჩვენი ხელები, რომლებიც ვერასდროს გადაეყრებიან ერთმანეთს ვერც შემთხვევით, მაგრამ შექმნიან ერთმანეთთან ვერ შეხვედრის ყველაზე უფორმო სილუეტს, ორივე თავისებურს და ვიდრე მე. ვპოულობ შენში გულგრილობას, ცხადს თუ მოგონილს. შენ უკვე იცი, რომ მე მეტად აღარ მოვა და იმ წამს თითქოს კიდეც ვემთხვევით. და თუნდაც და მაინც. ორივეს გვიღირს ერთად ყოფნა მხოლოდ ერთი დღით. ან იქნებ კიდეც მხოლოდ სადღაც 1 საათით, იმად რომ მერე ვნახოთ როგორ სუნთქავთ უჰაერო სივრცეში, იმად რომ მერე სადღაც რაღაც ჩუმად გვტკიოდეს და ვქმნიდეთ ტკივილის სილუეტს. მე და შენ შორის არის ახლა ხიდი და ქუჩა, რომელსაც სულ ერთხელ, მაგრამ მაინც ერთად ვიომეთ. მე და შენ ვიყავით ორნი, ერთი საერთო ჰაერით, მანამდე სანამ გვედგა საერთო მაგიდაზე ჩვენი ყავის ფინჯანი. ვსვამდით იშვიათად და გულში ამ უცნაურ შეხვედრას ვამართლებდით, მაგრამ უიმედოდ. მე ვზივარ პოეტი შენს წინ და ვიცი, რომ ვერასდროს გიერდგულებ უფრო მეტად ვიდრე ჩემს პოეზიას, რადგან შენ ზიხარ მხატვარი ჩემს წინ და იცი, რომ ვერასდროს მიერთგულებ უფრო მეტად ვიდრე შენს მხატვრობას. ორივემ ვიცით, რომ ვკითხულობთ ერთმანეთის აზრებს, თითქოს იდუმალს, მაგრამ არ ვიმჩნევთ და ვამბობთ ხმამაღლა. არ მიცნობ. მეს და შენს აქვთ ერთი საერთო, ჩვენი ხელები, რომლებიც ვერასდროს შექმნიან ერთმანეთს. გვანცა მოდი. მხატვარი გვიყურებს? არ არის მხატვარი არ არსებობს. უბრალოდ ესეთი ესე იგი გვიყურებს. ესე იგი გვიყურებს, ხო? ხო, არა, ვიღაც მხატვარი გვიყურებს. ვიღაც მხატვარი შერაგონია, რომ ჩვენ ერთი მხატვარი გვიყურებს? არა, ბევრი მხატვარი. ბევრი მხატვარი გვიყურებს. კი, ბატონო. ო, საინტერესო იყო გვანცა, საინტერესო. სად შეიძლება თქვენი მოსმენა, ასე რომ ვთქვათ, გააქვთ სალონური შეკრებები, ასე საღამოებს თუ აკეთებთ ხოლმე? კი, ძალიან ხშირად ვაკეთებ სად ხდება ხოლმე, რა ინტენსივობით, იმიტომ რომ მაყურებელს ალბათ ახალგაზრდებიც გვიყურებენ და ყველა ადამიანი გვიყურებს, ყველა ასაკის, ვისაც გაუჩნდება სურვილი მოგისმინოთ, ხო? თქვენთან ერთად გაატარონ ის საღამო, პოეზიის საღამო. სხვადასხვა გარემოში ხდება ხოლმე, რა ვიცი, ჩვენ ერთად აი, სპონტანურად ხდება, უცებ, რომ აი შეიკრიბებით თუ რაღაც იგეგმება. იგეგმება კიდეც სპონტანურად, ну, უფრო ნაკლებად. როცა შეიკრიბებით სულ პოეზიის საღამო. სულ პოეზიის საღამო, როცა შეიკრიბებით, თავისთავად, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი განწყობის მიუხედავად, ყველა განწყობისთვის გვაქვს. თუ დაბეჭდილა თქვენი ლექსები? დაბეჭდილა. კი, აი ჩემი წიგნი ხომ მხოლოდ სამწუხაროდ აქვს თავისკრებული, ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. ისე დაბეჭდილა ვთქვათ 100 ლექსის სერიით გამოვიდა ახალგაზრდა პოეტების წიგნი, სადაც შევიდა ჩვენი 300 ლექსები, თუნდაც იგივე პოეზიის კალენდარში. ამ კალენდარში 365 კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის გენიალური გამოცემა, მაყურებელს შეუძლია უკვე გაყიდვაში არის, როგორც ვიცი, ხო, შეიძინოს, ნუ მე ეს კალენდარი იხევა და რჩება უკვე წიგნად, სადაც შეტანილია უამრავი ლექსები, როგორც ბუმბერაზი ჩვენი ქართველი პოეტებისა, ასევე ახალგაზრდების, რომლებიც მომავალში ბუმბერაზი პოეტები იქნებიან, ასე ვთქვათ. მოდი ხა ბიჭებს ვკითხავ, ხო? როგორი უნდა იყოს ქალი, რომ შეუყვარდეს პოეტს? ურა კითხვა დავსვი. ეს არის ამ კვირის მოკლედ პიკი კითხვებში. ხო, აი როგორი უყვართ ამას სწორად მიმივხვდი. არა, მაგ კითხვას უნდა გაგეფრთხილებ. არ დაგირეკ, ეს გუშინ გადავეცი კითხვები, მეთქი ბიჭებს დაურეკეთ, გადაიცით და ესეთ კითხვები იქნება მეთქი. ანუ როგორია ის ობიექტი, ვინც გიყვართ? პოეტურად მითხარით. ნუ გვი. არ ვიცი, მართლა თული ჩამჭრელი კითხვა არის ასე. მე კითხვები მაგ ჯერ ადამიანი ისეთ რომ დაგიყვარდეს. რა დღეში ჩავარდება, იმიტომ რომ ხა ამას პირველად აცხადებს აქ. დღეს ესე იგი გამოცხადების პრემიერა გვაქვს. აბა გამოაცხადეთ. ნუ კი, ზამეთ. ისეთ რომ დაგიყვარდეს ადამიანი როგორც არის. ნუ ეს თავისთავად. ამ პასუხს მეც გავცემდი, მაგრამ მე პოეტური პასუხი მინდა. აი ხლა პოეტური პასუხის იმ გოგო ვიცის რომ შენ გიყვარს? მოდი რა თავისუფლად ვისაუბროთ რა, ნუ უყურებთ რომ ეს ტელევიზია, მეგობრებო. არა, ტელევიზია არაფერ შუაში არ არის. მაგიდა ვათხოვე მეზობელს მეთქი თქვი, იმიტომ რომ მაგიდა აღარ არის. ასე მე სამეზობლო ტელევიზია გვაქვს. იმ გოგო მიცის? რა თქმა უნდა. რამდენი ხანი არის შეყვარებული ხართ? თელი ცხოვრება. ხო, რა თქმა უნდა. არა, იმ გოგოზე კაც. თავისთავად. ასე ვიხარ. რამდენი ლექსი მიუძღვენ? არ ვითვლი ხოლმე დღეებს, სხვადასხვა დროსთან ძალიან თავისებური დამოკიდებულება მაქვს. აი როგორი დამოკიდებულება თავისებური რას ნიშნავს? როგორი დამოკიდებულება? არ მიყვარს ათვლები. მithumetes დღეების დათვლები რაღაციდან,
რაღაცა დათვლა, გათვლა არ გიყვარს. ეხა ჩვენ რო დახუჭობანა რო ვითამაშოთ, ჩვენ არ გაიქნები, ხო? გაჩერებული საათი ჯობია ყველაფერს. გაჩერებული საათი ჯობია ყველაფერს. კარგი, გასაგებია. მოდი სანდროს ვკითხოთ ახლა. სანდრო, იგივე კითხვა მაქვს, ჩემო კარგო, ანუ არსებობს ის ადამიანი, ვინც გიყვარს, მოდი რა ვალენტინობა მოდის, ხო? არსებობს ის ადამიანი, ანუ დაიარება თბილისის ფართო ქუჩებში, ასე რომ ვთქვათ, ბედნიერი ადამიანი ხარ, შეყვარებული ხარ, ხო? და იცის ხო, მგოგო გიყვარს. იმასაც სამხრივი ხო არ არის, ვაჟებს შევდაგდებით, რა? ორმხრივი მოძრაობა. პეკინივით არის ორმხრივი მოძრაობა. რამდენი ხანია რაც აი ის ადამიანი გიყვარს და შეყვარებულები ხარ და ბედნიერად ვწნობ. ძალიან დიდი ხანია, ჩემი პირველი სიყვარულია ბავშვობიდან. 12 წლის ვიყავი, 11 წლის. სკოლიდან თუ უბანი თუ სხვა ძალიან საინტერესო. გიტარაზე დაკვრა სწავლობდით ერთად. ერთად სწავლობდით გიტარაზე დაკვრა. სადაც დიოდით? ანუ წრეზე დადიოდით. ისე უბრალოდ წრეზე, კი. და რაღაცა ძალიან რომანტიულად მახსოვს ის პერიოდი, იმიტომ რაღაც ეს არის 2001 წელი, სადღაც შუქი არის. ესე გიტარამ დაგაკავშირეთ, ხო? სანთელზე, სანთლის შუქზე რაღაცა. ხელს რომ მოაწერთ, ხელის მომკიდე გიტარა უნდა წაიყვანოთ. მაგან მიიღო მონაწილეობა. ლექსები მიგიწვნია, ხო, ამ ადამიანისთვის? კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი უცნაური რაღაცა. მე ბედნიერი ადამიანი ვარ იმითი, რომ ნამდვილი სიყვარული ძალიან დიდი დოზით მაქვს რეალურ ცხოვრებაში. და დიდი ხანია უკვე, ხო? დიდი ხანია, ნუ 10 წელია უკანონოდ კი და იმდენად რამდენადაც აი მაქვს და არ განვიცდი სიყვარულის ნაკლებობას, ბოლო დროს კარგად დიდი ხანია უკვე 5-6 წელია. ძალიან იშვიათად წერ სიყვარულზე ლექსებს. იმიტომ რომ განაღდებული გახ 10 წელი. აბა ეხლა იწყებოდეს რამდენ ლექს დაწერდი? რაღაცა უფრო სხვა რაღაცა პრობლემებზე უფრო იწერა. აი რა პრობლემებზე წერ? აი რა არის სხვა პრობლემები? თქმა, მაგრამ ნებისმიერ რამეზე შეიძლება რაც კონკრეტულ მომენტში რაღაც შეგეხება ადამიანს. კვანცა მოდი ისე შენ დაგიბრუნდები სახლში როგორი რეაქცია აქვთ შენებს ოჯახის წევრებს რომ სახლში პოეტი დაიარება ანუ როგორ გივლია ნობელს და შენი სიარული დაჯექი ცოტა ხანი შეგნელო აი შენ თქვი მაშინ როგორი მამაკაცი უნდა იყოს აი ნუ საბოლოო ჯამში ხო თავისთავად ოჯახი უნდა შექმნა გათხოვდე ხო აი როგორი წარმოგიდგენია ეს მამაკაცი ვისთან ერთადაც უნდა იცხოვრო მთელი ცხოვრება და გამრავლდე და შვილები და ასე შემდეგ. გარდა იმისა რომ ხატვარი იყო. ხო, გარდა იმისა რომ ხატვარი უნდა იყოს, ხო? იყოს მაგას ვამბობდი კაცო. არ ვიცი, ცი ვერ კეთო როგორი წარმომიდგენია, ესე რომ წარმომედგინოს, მაშინ არ იქნებოდა ის. აი რომ ნახავ. და რომ მივხვდები. გონია რომ ცოტა პრეტენზიულია ის. არა, ცოტა პრეტენზიულია. გელოვანი, ეგეთია, დიმიტრია გელოვანი, ერთია ქალაქში მართალია. გასაგებია. ხო, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე ლექსებზე, ხო? პოეზიაზე გადავიდეთ. მოდი, ნუკრი, შენ წაიკითხე და მე აგიცანდრო. კალენდარი მოტანილია ჩვენთან სტუდიაში და კალენდრიდან წავიკითხავ მაშინ. კი ბატონო. ერთ ლექსს. ხო, 28 ივნისი. დაბადების დღე ხო არ არის? რატომ არის ეს დღე არჩეული? არ ვიცი. ლექსები როგორ არის არჩეული, მე ისიც არ ვიცი, სიმართლე თქვა, მაგრამ უბრალოდ ხო. ნუკრი ბერეთელი. ნატურის ხქვია ხომლექს. ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო, თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა, ოქროს ფერხილებით. კლდეს თავპირს უშენენ უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა. დაერწყვილ სამკუთხედს, მერცხლების დაჭრილი კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ. შვიდები, დროებით და ჭრელი ნაჭრებით ახუნძრულ ხესთან ვარ. ალიხე, მალიხე, სალიხი, ალიხე და ღმერთმა შეგინდოს. დღეს ჩვენი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა ქირქილის თოკებით ბეღელში შევკიდე სიბნელე იქნება ჩემთვისაც გათენდეს ჩემს მოხვიდე ექნება და თვალებს ლეკვივით ამიხელს მაგ ცხელი ტუჩების შეხება ხომ ხედავ მეგნატრობ ალიხე მალიხე სალიხე შეყვარებული ხარ ნუ სანდრო თქვენი ლექსი კი ბატონო თქვენი რა რიცხვია და რომელიც 24 თებერვალზე მალე მოდის ესე იგი ერთი დღით არის სანამ მე-11 არმია შემოვიდოდა აბა დაასწარი ლექსი დაწერა არავინ მე და შენ არავინ მე და მე შენ და შენ არავინ თან როცა გზაცა და უფრო წვიმა მოცისფრო მიდიან
მიდიან და ღრუბლებს დროსავით ეტყობათ არევა. წვეთები არ საით და თითქოს საღამომ მოგვისწრო. არიცი როდიდან ან რატომ ვეღარ გძნობ ჰაერში წარწერებს, აწებებ თითებით ჰორიზონტს მიწასთან, იცი და ეჭვდები და არ გავს ეს სივრცე, სულ არ გავს იესოს ჯვარცმამდე ნაწამებს და უფრო ნისლია და უფრო აშკარად მებზე გებეჭდება ჰაერი და წვიმა ბურუსი ჰაერი და მიჭირს გატარო ასეთი მძიმე და ნამდვილი და ხშირად მჭირდება მეტი დრო და თითქმის სხვა ერა, სხვა სუნთქვა და ბევრი და ყოველ დღიურად ფერადის სათვალე. მე და შენ არავინ, შენ და შენ, მე და მე არავინ. გარშემო მინდვრები გარშემო და წვიმის ფანტომი შენ ამბობ. იქ ზათხაც ზეცაში ღმერთები თეთრ ღრუბლებს კერავენ. მე გულში გიხუტებ და ისევ ვიღიმე და ისევ მარტო ვარ. ძალიან საინტერესოა და ეს ყველაფერი მაყურებელს კიდევ ვეტყვი, რომ არის აი ამ 365 კალენდარი, სადაც აი ჩვენი ახალგაზრდების ლექსებია შესული. შეგიძლიათ ნახოთ, მართლაც უნიკალური გამოცემაა. რა მაინტერესებს უცებ მითხარით, რა გარდა იმისა, რომ პოეზიაში მოღვაწეობთ, ლექსებზე, რა საქმიანობთ, სწავლობთ, მუშაობთ, რა საკეთებთ? დავამთავრე მაგისტრატურას უკვე და მუშაობ გამოცემობა ინტელექტში. ასევე ჟურნალ ქართულ მწერლობაში და არის ესეთი ორგანიზაცია კიდე IPM-ი, სადაც IPM-ი ვიცი. ეს ყველას მაგივრად შენ მუშაობ. რამდენიღაც ჩამოხვადე რა. ყველგან მუშაობ. ხო, იმიტომ ამბობენ, აღარ არისო, იმიტომ სამსახურებიო. ო, შენ დაიკავე ყველა ადგილი მოკლედ. ნუკრი თქვენ? ხო, ჩემი კითხვა შეიძლება მსმენელსაც და თქვენც პასუხი უბრალოდ გაგიკვირდეთ, მაგრამ ფიზიკოსი ვართ არ უნდა. რატო უნდა გამიგონოთ, რატო გონია? ძალიან დიდი ტრადიცია და უნიკალური ფიზიკოსების სამჭედლოა საქართველოს, ამას ვიტყვით თამამად. ასე რომ არანაირად არ მიგვს ეს ამბავი. ნიუტონზე დაგიწერია ლექსი? არა, სხვათა შორის ვაპირე. უნდა და ფიზიკოსი ხარ, როგორ შეიძლება ნიუტონზე ლექსი არ დაწერო? და იზოტოპების ინსტიტუტში. იზოტოპებში მუშაობ. მოქმედებს კიდე ხო იზოტოპები? კი. კი. ესეც დიდი ტრადიციის მქონე იზოტოპები, ასე ვთქვათ. და სანდრო, შენ მითხარი რა საქმიანობ, გარდა იმისა, რომ შეყვარებული ხარ და ლექსებს? მე რაღაცა ბევრ ამას ვეტყვი. მსახიობი ვარ. დიახ. რა გასაკვირია ლორდ კიფანიძე, რა კავშირი გაქვს? ხო, დრამატურგიც ვარ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ ვიყო. კარგი პასუხი იყო. და აქ რაღაც ჟურნალისტიკურ საქმიანობასაც ვეწერ. კარგია, საინტერესოა, მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, ნიჭიერი ახალგაზრდები და საკ მიხარია ასეთ ადამიანებს რო ხედავ. ნუკრი ბერეთელი, სანდრო ლორდკიფანიძე და გვანცა ჯობავა. პრეტენზიული გვანცა ჯობავა. ახლა ჩვენ დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. პირიქით, ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, შემდეგ კი ჩვენი სტუმრები იქნებიან თეატრალურის კვარტეტი და ხამთა გვენეტაძე. ასე რომ კარგი დუეტი იქნება კიდე გადაცემის მესამე ნაწილში. ნახოთ რეკლამა, მაგარი რეკლამა გადის ახლა. რეკლამა.